ბათუმში რუსთაველის 59 ნომერში რესტორანი მახარაჯა არაერთხელ შეგვნიშნავს, გარედან ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, აშკარად სუფთა მოწესრიგებული რესტორანია, მაგრამ წერილი მივიღეთ და წერილში წერია, რომ არც მთლად ისე კარგად არის საქმე. აბა მოდით ვნახოთ რა არის სინამდვილეში. რამდენი ხანია ფუნქციონირებს? მე 1 წელია მუშაობ და მანამდეაც ანუ 2 წელია უკვე ფუნქციონირებს. კი ბატონო, რომელს ზეთს გამოიყენებთ? ზეთს რომელს ხმარობთ? ზეთი სუფთაა და კარგია. ქართული არ იცით? ქართული არ იციან. ცოტა კომუნიკაცია გამიჭირდება. ეს სტილო რა იყო? ყოფილი მაისურები, ტრუსები, ნასკები, ზედები, შარვლები კატეგორიულად აკრძალულია. ერთჯერად ზეთს გამოიყენებთ? ჩვეულებრივ ზეთს თუ გამოიყენებთ, ყოველი ხმარების შემდეგ ზეთი უნდა გამოიცვალოს. რამდენ ხანში ცვლით ზეთს? რამდენ ხანში ცვლით? 2 დღე. როგორც კი ზეთს გამოიყენებთ, ერთჯერადი უნდა გამოცვალოთ. მაშინ მოიტანეთ ფრიტურის ზეთი სპეციალური, რომელიც მრავალჯერ გათბობას უძლებს და პრობლემა არ იქნება. გამწოვებში ოდნავ არის კონდენსატი დაწყებული, მაგრამ სუფთა არის, წვეთა არ მიმდინარეობს და გასქურად სუფთა არის, აი აქაც არის. ნახეთ, მეუბნებით რომ არ გამოვიყენებთო და აი აგერ მეორე კიდე. აი ერთი მაისური არის დაჭრილი. რა მნიშვნელობა აქვს, რას წმინდათ? ქალბატონო, სამზარეულოში ნახმარით 60-ის ნაჭრები არ უნდა იყოს. ამ გამწოვში კონდენსატი არის და აქ ჩამოსაფერთხია გამწოვი და გასაწმენდია. იმიტომ რომ თვითონ აი ჭვარტლიც არის და ცხიმის წვეთებიც არის, გასაწმენდია აუცილებლად. პრინციპში აი იმდენად მიჩვეული ვარ ინდურ სამზარეულოში, რომ ყველგან სიბინძურია, რომ ეხლა სიმართლეს პირდაპირ გეტყვით, აი აქ ვარ აღფრთოვანებული. ასეთი სუფთა ინდური სამზარეულო მეჯერ არ მინახია. კი, სხვა იმაში რომ ყოფილიყავი ობიექტზე, ვთქვათ, უფრო მეტი პრეტენზია შეიძლება მქონოდა, მაგრამ ეხლა რასაც ვარ მიჩვეული, იმასთან შედარებით ძალიან მოწესრიგებულია. ყოველ შემთხვევაში აი იატაკი, ზედაპირები, ჭერი არის მოწესრიგებული. დილის საათებში რესტორანი არის ცარიელი, ალბათ საღამოს უფრო მოდიან სტუმრები. აი რა გითხრათ? ძალიან მომწონს ეს სივრცე, სუფთა, ნამდვილად ნახეთ იატაკი, როგორი სუფთა. ჩვენ ისე დროს მოვედით, რომ ნამდვილად არ გველოდებოდნენ. გოგოებო, იცოდით რომ მოვიდოდით დღეს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, გრძნობდით რომ სახალხო კონტროლი ადრე თუ გვიან შემოვიდოდა? არა, იმედი გქონდათ რომ არ შევიდოდით. მაგრამ არ არსებობს. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვალთ თუ თქვენ კვების ობიექტი გაქვთ. მე სიამოვნებს რომ ინდური რესტორანია, ანუ მზარეული ინდოელია, მაგრამ აგერ საქართველოს დროშა ნახეთ რა ლამაზად არის, მინანქრით ამოტვიფრული, მე ძალიან მომწონს. ზევით უკვე აწერია რომ ბათუმი, თბილისი, ბორჯომი ეტყობა ეს ქსელია და მახარაჯა არის, როგორც აი ჩვენთან რომ მეფე იყო, ისე იყვნენ მახარაჯები ინდოეთში. მაგრამ ისტორიული ექსკურსებისთვის არ მოვსულ ვართ, ჩვენ მოვედით იმისთვის რომ დავათვალიეროთ ეს რესტორანი და აი ამ ლამაზი ვიზუალის უკან, ანუ სამზარეულოში თუ რა იმალი. როდესაც მაცივარს წყალი გადის და აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, დასტიკერება არის აუცილებელი და სტიკერები უნდა იყოს და ეს არის 5-0. ეს გუშინდელია, ეს დღევანდელი არ არის. ეს როდის გაამზადეთ? აწერია დღევანდელი რიცხვი, მაგრამ ეს დღეს გამზადებული არ არის. წუხელ გამზადებულია, ანუ 4 რიცხვში და დააწერეთ დღევანდელი რიცხვი და 7-მდე აქვს ვადა. ანუ რიცხვებშიც აცდენა არის. ხოვნა მაგ კიდე ასეთი აუცილებლად კოროზია უნდა შეიღებოს, კოროზია არ უნდა იყოს, ეს შეღებეთ აუცილებლად და აუცილებლად ვადებს მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება. როდესაც პროდუქტი ფუჭდება, ის უნდა გადააგდოთ, თორე ის სხვა პროდუქტებსაც აფუჭებს, ნახეთ? აი ამას მიაქციეთ ყურადღება. აი ესეთი დამპალი პროდუქცია არასწორია მაცივარში. როდესაც ელპება ის გამოყოფს სითხეს, მერე სხვა პროდუქტსაც აფუჭებს. აი რას მინდა მივაქციო ყურადღება. ძალიან ბევრ ადგილას მინახავს სინები არის გაშავებული. აქ არის თეთრი და კარგი, ანუ გასუფთავებული, ნახეთ? აი გახეხილი მექანიკურად დასუფთავებული. ამგეს ვინ ასუფთავებს? ხო და აი კეთს ვიხრი ქალბატონო თქვენი შრომის წინაშე, იმიტომ რომ ეს არის დაპრიალებული და
ძალიან იშვიათად მე ამდენად გასუფთავებული ის მენახოს. აი ძალიან კარგია. აი მაცივრებში შევიხედოთ, მაცივრებშიც იგივე პრობლემაა, სამწუხაროდ ვადების პრობლემა არის. ანუ ყველას აბსოლუტურად დილიდანვე შეუცვალეს ეტიკეტი. ყველას ერთი და იგივე ეტიკეტი აქვს. ეხლა ამ რაოდენობა საკვებს ჯერ დილა არის და აი ეს კიდე ნახეთ, სტუმარი არ ყოლიათ. ჯერ სტუმარი არ ყოლიათ და აი ნახეთ, არის უკვე მოკლებული, ულუფა მოკლებულია და აწერია დღევანდელი 5 რიცხვი, 7 რიცხვი. ანუ რიცხვებს აკრავენ ისე ზეპირად და ყოველდღიურად, ალბათ ან ორ დღეში ერთხელ ცვლიან. ეს არის დანაშაული, იმიტომ რომ როგორ უნდა გაიგოთ ვადაგასული და ვადიანი პროდუქცია, თუ კი ისე ჰაერიდან აკრავთ იმას ვადებს. არ კედლები მაინტერესებს, არ თქვენი სუფთა იატაკი მაინტერესებს, არ თქვენი სუფთა ჭერი არ მაინტერესებს, როდესაც ყველაზე დიდი პრობლემა პროდუქციის ხარისხი უვნებლობა დგება რისკის წინაშე. ისევ და ისევ გეტყვით, რომ ძალიან სასიამოვნო გარემოა, მე მომწონს, აი თუნდაც ეს რბილი სავარძლები და აი ესეთი დივანიც, ყველაფერი სუფთა. ერთადერთი შეიძლება ის, რომ როცა ლამაზ გარემოში ხარ, სულ არ გინდა აქ ამის ყურება და ეს მოწყობილობები, რაც დამლაგებლის არის და მიმტანის, ალბათ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არანაირად არ არის დარღვევა, თბილი ჰაერი უბერავს და ესეც სასიამოვნოა. მოდით სრული სურათისთვის გადავხედოთ აბა მენიუს, როგორი ფასებია. არანაირი დემოკრატია არ შემოსულა მახარაჯაში, აი ნახეთ როგორი ფასებია, 62 ლარი, 58, თუმცა იქ სადაც აი კრევეტია, ალბათ ამიტომ არის ესეთი ძვირი, იმიტომ რომ ზღვის პროდუქტები ყოველთვის ძვირია, მაგრამ აი მოდით ესეთი კრემ სუპის სოკოსი, 18 ლარი. აი რა გითხრათ, საკმაოდ ბათუმური ფასებია. და მახარაჯა კი არის ინდური სამზარეულო, მაგრამ რა თქმა უნდა ბაზარი თავისას კარნახობს და ფასები შესაბამისია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გემრიელი სამზარეულო, მაგრამ ის რაც მადონამ ნახა რაღაც დარღვევები, ესეც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. ეს უკვე თავდება. ეს რეალურად რამდენი დღის არის? ეს გუშინ საღამოს არ არის დამზადებული. ეს უკვე თავდება. ხო, მაქსიმუმ 2 დღე და მაქსიმუმ 2 დღე, კარგით იყოს და ჩავთვალოთ მაქსიმუმ 2 დღე და 5 რიცხვი მიწერია. საწყობშიც იატაკი გაკეთებულია, აქაც არის მაცივრები და აქაც მაინტერესებს, თუ რა პირობებში და როგორ ინახება. აქაც ვნახოთ მაცივრები. ეს ყველაფერი არის ძირითადად თითქმის აი უკვე დაპაკეტიზირებული და აი ეს არის მხოლოდ გამზადებული და ამაზე რიცხვი რატო არ გიწერიათ, ეს როდინდელია რა არის? 2 დღის ალბათ, ხო, აი ეს ალბათ ძალიან ცუდია. აი ამასაც არ აწერია, რიცხვი როდის არის დამზადებული. აქ ყველაფერი პაკეტშია და აქ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველაფერი დაპაკეტიზირებულია და ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერს აწერია თავისი ვადა. ოღონ მაცივრებს კიდე უნდა ერთხელ დასუფთავება და ეს მაცივარი სუფთა არის, აი აქაც პროდუქციას უნდა ეწეროს ვადები. და აი ქალბატონებს ვთხოვ, მაცივრები, აი იქაც შევამჩნიე და აქაც იგივეა. აი რეზინები არის გასაჩვენებელი ხოლმე. აი იქაც იგივე იყო, უბრალოდ მე სხვაგან გადავედი და დამავიწყლა შენიშვნის მიცემა. და აი ახლა გამახსენდა ეს რო დავინახე, ეს ამოწმინდონ ქალბატონებმა უთხარით ვთხოვეთ და დანარჩენი აქ ლობიო არის მოხარშული, კი ბატონო და ბოსტნეული არის, ჩაყინული ულუფებად გამზადებული, ესა დანაშაული არ არის სრულიად ლოგიკურია და შეიძლება ოღონ სავალდებულო აბსოლუტურად ყველაფერზე იყოს ვადა. ეს არის გამოყენებადი დასუფთავების დროს ხმარობთ, ხო, ჯაგრის იატაკები, კედლები, ჭერი და ასე შემდეგ. ანუ და აი ეს დევს მაცივრის თავზე. აი დავიჯერო, ეხლა სხვაგან არა გაქვთ ადგილზე, სხვაგან დავდოთ? არაფრით არ შეიძლება. ძველი წერტილები მახარაჯის ჩვენი ბოლო პუნქტია, აი მოდით შევიხედოთ, მე ძალიან მომწონს. ნახეთ როგორი სისუფთავეა, აი აქ ტუალეტებში. მაგრამ ისევ და ისევ რა არ მომწონს. აი ნახეთ, მე შემოსული ვარ, სტუმარი ვარ, სულ არ მაინტერესებს აი ეს თქვენი ინვენტარი, დამლაგებლის, აი ეს ღრუბელი, რომლითაც თქვენ წმინდავთ და აი ეს ტილო აქ არ უნდა იყოს. ჩემთვის სტუმრისთვის თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი კუთხე,
ქალბატონო მეთანხმებით, სადაც ინვენტარი იქნება შენახული თქვენთვის. აი, ჩემთვის ხო არ არის ეს, არა? შეგვიძლია იყოს ყველაფერი. გასაგებია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს. თუმცა მე ვხედავ აგერ გელი, ეს არის თხევადი საპონი, წყალი მოდის, არის ხელსახოცი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვედით დილით, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, საერთოდ უნდა ცოდნოდათ, რომ ჩვენ მოვიდოდით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დაგვთა აი ესეთი სუფთა გარემო, რაც მე ვნახე გარეთ, მე მომეწონა. მე მგონი მადონაც ძალიან გავრაზებული არ გამოსულა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი სამზარეულო აქვს და ის ნაკლოვანები, რომელიც იპოვა, აუცილებლად გამოასწორებთ და ყველაფერი კარგად იქნება მახარაჯაში, როგორც ჩვენს მეგობრულ ქვეყანაში ინდოეთში. მართალია შენიშვნები დაიმსახურეთ, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ინდური რესტორანი ხართ საქართველოში, ყველაზე სუფთა. რაც კი მინახავს, არცაც საჭმელს არ შევჭამდი თქვენთან, მე პირადად აი ყველანაირი ზიზღის და რაღაც ფიქრების გარეშე შემიძლია დავჯდე და ჩვეულებრივად მივირთვა. მართალია ვადებზე პრობლემაა, მაგრამ იმედია რომ სწორად დააწერთ და ეს იქნება თქვენთვის მისაღები და გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ვადები. მაინც პლუსით გავდივარ.